გიგაბოკერიას დებატებს უყურებდი ახლა და ერთი საკმაოდ ისეთი ტრაგიკული, რიტორიკული შეკითხვა დასვა აფხაზეთის კუთხესთან დაკავშირებით, რომ რეალურად ვის უნდა ესაუბრო იქ. ჩვენ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ დიალოგი უნდა დაიწყოს, უნდა მოხდეს პროპაგანდის გატეხვა, რასაც რუსეთი აწარმოებს, მაგრამ რეალურად ერთი საკმაოდ ისეთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს მართლა, რაც დასვა გიგამ, რომ რეალურად იქ ვის უნდა ეკონტაქტო, ვინც იყო მთავარი უფლებამოსილი პირი, ვისაც ეკუთვნის ეს კუთხე ქართველი აფხაზები, ქართველები ხომ იქიდან გამოყარეს, დახოცეს, აწამეს, გენოციდი მოუწყოს, ეთნიკური წმენდა მოუწყოს და ვის უნდა ესაუბრო. რაც შეეხება მათ მთავარ ეგრეთ წოდებულ მმართველ ჯგუფს, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, ისინი ხომ პირდაპირ რუსეთის მხრიდან დასმული, მათი უბრალოდ პოლიტიკის გამტარები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ და აი ძალიან ისე ტრაგიკული კითხვაა, ნამდვილად რიტორიკული კითხვაა, მართლა იქ ვის უნდა ესაუბრო, ხო? ამ ნაწილს ბოლომდე ესე ცალსახად არ მივყვები მე პირადად, იმიტომ რომ მათთან დიალოგი იცი რა, მათ უბრალოდ უნდა დავანახოთ რეალურად, რომ მათთან დაკავშირებით რა ინტერესები აქვს რუსეთის ფედერაციას, რომ მას უნდა რომ ისინი შიგნიდან გამოჭამოს უბრალოდ და მოახდინოს ჩვეულებრივად მისი ანექსიას და მიერთება ეს რაც რა თქმა უნდა არ მოხდება არასდროს და ჩვენ მალე დავიბრუნებთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და ყველა ქართველი დევნილი ვინც რეალურად იმსახურებს და ეკუთვნის აფხაზეთის კუთხეში ცხოვრება, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში ცხოვრება აუცილებლად დაუბრუნდებით შინ, მაგრამ აქვე მივაბავ მეორე საკითხს, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის რომ აი ჯარის გაძლიერება, ხო, აი ამაზეც საუბრობდა ბოკერია. აი, რა ვიცი, ხო, ვინც უყურებთ ჩემ ვიდეოებს დიდი ხანია, გეცოდინებათ, რომ სულ უბრუნდები, აი ჯარის თემა არის თემა, რომელსაც ვერ ვცილდები და სულ უბრუნდები ხოლმე, რომ აი მნიშვნელოვანია ძლიერი თავდაცვა და პრინციპში ზუსტად ამ კუთხით განვიხილო მეც. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ყოველად მიუღებელია ჩვენი მხრიდანაც არც ერთი ქართველი არ არის იმის მომხრე და იმ პოლიტიკის გამტარებელი რომ იქ უნდა ჩავიდეთ და როცა დაუბრუნდებით ჩვენ სახლებში იგივე ეთნოწმენდა უნდა ჩავატაროთ და აბსოლუტურად უნდა დავხოცოთ და გავყაროთ ხო ამის მომხრე არც ერთი მოაზროვნე ქართველი არ არის, მაგრამ რეალურად როცა საჭირო გახდება შესაძლოა გახდეს იმის აუცილებლობა. ეს ნორმალურია ხომ? სახელმწიფოს ჯარი უნდა აკონტროლებდეს როგორც ასეთი ეროვნული გვარდია და მთლიანად შეიარაღებული ძალები უნდა აკონტროლებდნენ ყველა კუთხეს და ამისთვის სწავლა უნდა გქონდეს. ახლა ვიმეორებ, როცა ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებში აუცილებლად მოგვიწევს ამის გაკეთება. ანუ აქ არ ნიშნავს იმას, რომ მაინც უნდა მოხდინოს ძალის დემონსტრირება. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რაც მათ ჩაიდინეს, არა ამას არავინ არ აპირებს. უბრალოდ ძლიერი სამხედრო მზაობა არ არის აუცილებელი, რომ ამას მაინც მსხვერპლი მოყვეს და აქ მსხვერპლი არავის არ უნდა. უბრალოდ რაღაც მორალური უპირატესობის მოპოვება იმის საფუძველზე, რომ ეხლა თქვენი გინდათ აი ეს რაღაცა მარაზმი, რომ თქვენი გინდათ რომ ჩახვიდეთ და ვიღაცა შურის ძება აქ არავის არ უნდა. უბრალოდ ჩვენ გვინდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ისტორიული სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენ უბრალოდ გვინდა ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, რისიც ყველანაირი ისტორიული, მორალური, სამართლებრივი, საერთაშორისო სამართლებრივი უფლება გვაქვს და ძალა ერთობაში, რა თქმა უნდა მოხდეს ქვეყნის გაერთიანება და აუცილებლად უნდა მოხდეს შერიგება. აუცილებლად უნდა მოხდეს მშვიდი თანაცხოვრების აღდგენა, რაც ხდებოდა და რაც რა ბალანსით დაირღვა რუსეთის როგორც ქვეყნის იმპერიალისტური ბუნების გამოვლინების საფუძველზე შეიქმნა ეს ყალბი ნარატივი.